ეს არის მუხლის დამცავი, ეგრეთ წოდებული ბრეისი, პრემიალური ბრენდის ლითის. ჩემი მეგობრის არის და ესეთი რაღაც მოვიდა, რაღაც მავთულს გამოსდო და დაზიანდა. საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მე მგონი 400 ევრო ღირს ეს ცალი. 300-400 ევრო მინიმუმ ღირს. და ეხლა უნდა შევაკეთოთ, ნახოთ რა გამოვა. შესაკეთებლად დაგჭირდება პლასმასის ესეთი სქელი და მყარი ნაჭერი, ამას გამოვჭრი ხერხით, ეგრეთ წოდებული ნაჟოვკით, ზუსტად იმის ფორმაზე. ეხლა აქ დავაკრავ ქაღალდის სკოჩს, რომ ფორმა ავიღო და შაბლონი მქონდეს იმ პლასმასის თუ როგორი გამოვჭრა. ლამ ქაღალდის სკოჩს დავაკრავ ამ პლასმასს და ხერხით გამოვჭრი ამ ფორმაზე. ახლა ეს პლასმასის ნაჭერი ფენით უნდა გავათბოთ. ფენით დარბილებული პლასტმასი დავადე აქ და ზემოდან ნაჭრით დავაწექი გაციებამდე და მიიღო ესეთი ფორმა. ახლა ეს უნდა შემოვჭრა გვერდები და ზუსტად მოვარგო. ნუ დაგვაიწყდება უსაფრთხოების წესები, როცა იყენებთ ბარგალკას, ბორმანქანას და ასეთ რაღაცებს. ნამსხვრევები შეიძლება თვალში შეგეყაროთ და ცუდად დაამთავროთ. ამიტომ გამოვიყენოთ დამცავი 5 ლარი ღირს და შეიძლება 5000 და 50000 ეკონომია გაგიკეთოთ, რომ თვალი არ გაგიხდეთ სამკურნალო. გონი არ მივდივართ ცუდად, ესეთი გამოვიდა. ახლა ეს უნდა გავხვრიტო 4-გან, რომ გადაობა. ეს იქნება ეს პლასმასი ხიდი. პლასმასი გავხვრიტე, აქაც დავიწყე გახვრიტა. დაგჭირდება ესეთი წვრილი ბოლტი გაიკადე, შაიბები და 6 კუთხა კანჩი. მგონი ფინიშისკენაც მივდივართ, ეს გაიკები უბრალოდ გავუყარე ფიქსაციისთვის, ბოლტები არ დამიჭერია იქიდან. ესე დაჯდება. ეჭირება ბოლტები და იქნება მყარი. ასე გამოიყურება შიგნიდან და ასე გარედან. ეხლა ამ ორსაც დავამაგრებთ და მზად არის. ეს ყველაფერი უკვე ფინიშს მაგონებს. რაღაცა გამოვიდა. ყველაზე მთავარი თქმა დამავიწყდა, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, რამე კომენტარში დაწერეთ და კიდე შემოგთავაზებთ ესეთ ვიდეოებს თუ მოგეწონათ. Ready to race. მზად არის რბოლისთვის. ვინც არ იცის KTM-ის სლოგანია ეს.